თბილისის საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან სევდია უგრეხელიძემ თბილისის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები საკრებულოში განსახილველად დღეს შევიდა. სევდია უგრეხელიძის განცხადებით, ცვლილებების თანახმად ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ქამრების შემოჭერის ნაცვლად საკრებულოში თანამშრომელთა რიცხვი 44 ერთეულით იზრდება. მისივე თქმით, მთელ რიგ პროექტებს დაფინანსება მკვეთრად უმცირდება, რის გამოც მისივე განცხადებით ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებები კვლავად შეუსრულებელი რჩება. ჩვენ ველოდებოდით, რომ შემოვიდოდა ეგრეთ წოდებული ქამრების მოჭერის ბიუჯეტი და ველოდებოდით, რომ ის საჭიროებები, რომელიც გააჩნია თბილისის მოსახლეობას, იქნებოდა ასახული, მაგრამ სამწუხაროდ ამას ასე ვერ ვიტყვით. ბიუჯეტი იზრდება, გაზრდილი არის თითქმის 48 მილიონი ლარით და ხდება სადღაც ესე იგი 852 მილიონამდე. ამ ფონზე 44 ერთეულით იზრდება საშტატო რიცხოვნობა, ესე იგი 44 ემატება კიდევ. ჩვენ მანამდე კიდევ აპროტესტებდით, რომ 200-ზე მეტი დამატებული იყო. ახლა კიდევ 44 ემატება.